მოგესალმებით. გახლავართ მაია ყვითელაშვილი, ილიაუნის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი. ჩემი ვიდეო ლექციების თემაა საპროცესო ვადები. ეს რიგით მესამე ვიდეო ლექციაა და დღეს გესაუბრებით საპროცესო ვადის შეჩერება, გაგრძელებასა და აღდგენაზე. დავიწყოთ საპროცესო ვადის შეჩერებით. საპროცესო ვადის შეჩერება უშუალოდაა დაკავშირებული და მთლიანად დამოკიდებულია საქმის წარმოების შეჩერებასთან. თუ შეჩერდება საქმის წარმოება, მაშინ შეჩერდება საპროცესო ვადის დენაც. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. მაგალითად, 269 მუხლის G პუნქტის თანახმად სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ ნაწილში მოპასუხის ყოფნისას ან ასეთივე ნაწილებში მყოფი მოსარჩევის თხოვნით. თუ ამ მუხლის საფუძველზე სასამართლომ გამოიტანა განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, მაშინ შეჩერდება დაუმთავრებელი საპროცესო ვადის დენაც, მაგრამ ამ ვადის დენა შეჩერდება არა იმ დღიდან, როცა სასამართლომ გამოიტანა განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, არამედ იმ დღიდან, როცა წარმოიშვა წარმოების შეჩერების საფუძველი. მაშინ ისმის კითხვა, როდის განახლდება საპროცესო ვადის დენა. საპროცესო ვადის დენა კვლავ დაიწყება, მხოლოდ მას შემდეგ, როცა წარმოიშობა, ანუ აღდგება ან შეიცვლება გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო წარმოების შეჩერებას. მაგალითად, სასამართლომ შეაჩერა საქმის წარმოება, იმის გამო, რომ მხარე იმყოფება ხანგრძლივ სამსახურებრივ მივლინებაში. როგორც კი ეს მხარე დაბრუნდება მივლინებიდან, საპროცესო ვადის დენა დაიწყება, მაგრამ სასამართლომ უნდა მიიღოს განჩინება შეჩერებული საქმის წარმოების განახლების შესახებ. ასევე, თუ საქმის წარმოება შეჩერებული იყო იმის გამო, რომ დაინიშნა ექსპერტიზა, ან მხარე იმყოფება შეიარაღებული ძალების მოქმედ ნაწილში, მაშინ საპროცესო ვადის დენა დაიწყება, როგორც კი მიღებული იქნება ექსპერტის დასკვნა, ან მოპასუხე დაბრუნდება შეიარაღებული ძალების მოქმედ ნაწილიდან. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს განჩინება საქმის წარმოების განახლების შესახებ. სწორედ ამ განჩინების გამოტანის დღიდან განახლდება საპროცესო ვადის დენაც. ამ რიგად საპროცესო ვადის დენა შეჩერდება იმ დროიდან, როცა წარმოიშვა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი და არა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლოს განჩინების მიღებიდან. ხოლო საპროცესო ვადის დენა განახლდება არა იმ დროიდან, როცა უკვე აღარ არსებობს საფუძველი, რის გამოც შეჩერდა საქმის წარმოება, არამედ იმ დროიდან, როცა სასამართლომ მიიღო განჩინება საქმის წარმოების განახლების შესახებ. ახლა კი ვისაუბროთ საპროცესო ვადის გაგრძელებასა და აღდგენაზე. კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ისპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეს ან საქმის მონაწილეს სხვა პირს აღარ შეუძლია საპროცესო მოქმედების შესრულება. ამასთან ერთად, კანონი უშვებს სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელების, ხოლო კანონით განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელება დასაშვებია როგორც დაინტერესებული მხარის თხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივითაც. მხარის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს. კერძოდ, მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რის გამოც საპროცესო მოქმედების შესრულება ვერ ხერხდება დანიშნულ ვადაში. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელების დროს არ გამოიყენება კანონის მიერი ვადის აღდგენისათვის დადგენილი წესი. საპროცესო ვადის გაგრძელების ან ასეთ— უარის თქმის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
თუ ასეთი განჩინება არ არსებობს, ვადა არ შეიძლება ჩაითვალოს გაგრძელებულად. სასამართლო განჩინებაზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან ასეთ გაგრძელებაზე უარისთვის კერძო საჩივრის შეტანა არ შეიძლება. როგორც აღვნიშნეთ, თუ საპროცესო ვადა კანონითაა დადგენილი, მაშინ დასაშვებია ამ ვადის აღდგენა. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული აკრძალვებისა. კანონით დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო ცნობს, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ეს ჩვენ გვხვდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65 მუხლში. კანონისმიერი საპროცესო ვადის აღდგენა სასამართლოს ინიციატივით დაუშვებელია. კანონისმიერი ვადის აღდგენის შესახებ სასამართლოს შეიძლება მიმართონ თვითონ მხარეებმა. განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს საპროცესო მოქმედების ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები. მაგალითად, თუ მხარე მიუთითებს ისეთ მიზეზზე, როგორიცაა ავადმყოფობა ან მივლინება, მან უნდა წარადგინოს ამის დამადასტურებელი შესაბამისი ცნობები. საპროცესო ვადის გაშვების საპატიო მიზეზის დამტკიცების ტვირთი ან მოვალეობა მთლიანად ეკისრება განცხადებელს, ესე იგი პირს, რომელმაც მოითხოვა კანონისმიერი ვადის აღდგენა. საკითხს იმის შესახებ ჩაითვალოს თუ არა განცხადებლის მიერ დადასტურებული მიზეზი საპატიოდ დამოკიდებულია მოსამართლის შეხედულებაზე. განცხადებას ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს სასამართლო მხარეთათვის შეუწყობინებლად, თუმცა შესაძლებელია განცხადების განხილვა მოხდეს მხარეთა შეტყობინებით, თუ ეს სასამართლო ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს. კანონისმიერი ვადის აღდგენის შემთხვევაში სასამართლო არ ნიშნავს ახალ ვადას საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის. სწორედ ამიტომ კანონისმიერი ვადის აღდგენის შესახებ განცხადებასთან ერთად, როცა ეს ვადა გაშვებულია, მხარეს ევალება, რომ შეასრულოს ეს საპროცესო მოქმედება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ვერ განიხილავს განცხადებას კანონისმიერი ვადის აღდგენის შესახებ, თუ ამ განცხადებასთან ერთად არ სრულდება შესაბამისი საპროცესო მოქმედება. გადაცილებული საპროცესო ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩევრის შეტანა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 69 მუხლის თანახმად ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან, გაიღებს განცხადებელი, ესე იგი, მხარე, რომელმაც კანონით ან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ვერ შეასრულა ესა თუ ის საპროცესო მოქმედება. ამ ხარჯების გადახდის გადაკისრება მოწინააღმდეგე მხარეზე დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ამ მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა. ამ მიზეზის დამტკიცების ტვირთი სწორედ განცხადებელს, ესე იგი იმ მხარეს ეკისრება, რომელიც საპროცესო ვადის აღდგენას მოითხოვს. ეს იყო ყველაფერი ის, რაც მე მინდოდა მომაყოლა თქვენთვის საპროცესო ვადების შეჩერებასთან, გაგრძელებასა და აღდგენასთან დაკავშირებით. თუმცა ამასთანავე შემიძლია მოვიყვანო სასამართლო პრაქტიკიდან საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მაგალითი.
წარმომადგენლის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის გაშვება ნიშნავს, რომ მხარემ გაუშვა საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა. ერთ-ერთ საქმეზე წარმომადგენელმა მიუთითა, რომ განჩინება საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ მხარეებს არც ჩაბარებია და ჩაბარდა მხოლოდ წარმომადგენელს. ამიტომ წარმომადგენელმა მოითხოვა განცხადებით 68-ვე მუხლის საფუძველზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება. საკასაციო პალატამ განიხილა განცხადება და სწორად ჩათვალა, რომ წარმომადგენლის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო. კანონის, კერძოდ 93 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. მართალია საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ ეს მისი უფლებაა და ამდენად თუ საქმის განხილვაში მონაწილეობს მხარის წარმომადგენელი და არა თვით მხარე, სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქმე ისე, როგორც მხარის მონაწილეობის შემთხვევაში. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და რწმუნებულის მიერ გამინდობილობით. რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, როგორც ეს არის გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 713 მუხლით. საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელს შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით სასამართლო ნიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს, რომ შეწყვეტოს პროცესში მონაწილეობა. მოცემული საქმის განხილვაში კი მხარეები პირადად არ მონაწილეობდნენ და სასამართლოში საქმეს აწარმოებდნენ წარმომადგენლის მეშვეობით, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა უფლება შეესრულებინა მწმუნებლის სახელით ყველა საპროცესო მოქმედება, მათ შორის საპროცესო კოდექსით 98 მუხლით გათვალისწინებული მოქმედება. ამასთან წარმომადგენელს თავის უფლებამოსილებაზე უარი არ ჰქონდა ნათქვამი გადაწყვეტილება გაასაჩივრა არა მხარემ, არამედ მისმა წარმომადგენელმა. ვინაიდან წარმომადგენელს მინიჭებული აქვს ყველა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება და სასამართლოში საქმეს აწარმოებდა უშუალოდ მხარის მონაწილეობის გარეშე, საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ განჩინებაც საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად გაეგზავნა მას, როგორც საკასაციო საჩივრის ავტორს. ამდენად აღნიშნა საკასაციო სასამართლომ განცხადების ავტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ განჩინება მხარეს არ ჩაბარებია, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. და აქ მოვიყვან კიდევ ერთ პატარა მაგალითს საპროცესო ვადის გამოცვლასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ არ გაიზიარა მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 138 მუხლი, რომელიც ადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული ნორმა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმაა და იგი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საპროცესო ვადების გამოთვლის დროს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.